ჰალვა, სამანე, ფლავი, შაქარბულა და ბოღალი. ტელმან ხალილოვის ოჯახში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ყველა ტრადიციის დაცვით აღნიშნავენ. დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობისას აღინიშნება და ის ახლის დაწყებასთან ასოცირდება. ბევრ ქვეყანაში ეს დღე მუსლიმების ახალ წლად ითვლება. ამ დღესასწაულის დროს ცეცხლი ინთება და მას 7 ჯერ ვახტებით. ეს იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი ცეცხლმა წაიღოს. მაგალითად, ბოღალი მიწის სიმბოლოა, ფაჰლავა მზეა, შაქარბულა კი მთვარე. აი ამ ტკბილეულით ვეგებებით ახალ წელს. ამ დღესასწაულის კიდევ ერთი ტრადიცია განსაკუთრებული სტუმარია. აზერბაიჯანელები უკვე ასწლეულებია მიიჩნევენ, რომ მათ დასახლებაში რომელიმე დიდგვაროვანი სულთნისა ან ხანის სტუმრობა განსაკუთრებული ბარაქის მომტანია. ტელმანის ოჯახი მთელს გარდაბანში დღეს გამორჩეული იყო. ხალილოვებს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. გარდაბნიდან ულოცავთ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ბაირამის მშვენიერ დღესასწაულს. ეს არის გაზაფხულის დღესასწაული, ახლის დაწყების დღესასწაული და ვიხარია, რომ ყველანი ერთად დღეს ვართ ერთიანი ამ სიხარულში. ჩაი და აზიური ტკბილეული. გიორგი მარგველაშვილს გარდამაში აზერბაიჯანული ტრადიციების სრული დაცვით დახვდნენ. ნოვრუზ ბაირამს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში, სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს. ამ დღეს ტრადიციულად უკვე წლებია აღნიშნავენ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს კუთხეებში. პრეზიდენტის აქ ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ ბარაქიანი წელი გვექნება. როგორი მეკვე იქნება გარდაბნელებისთვის და ხალილოვებისთვის, პრეზიდენტი ამას დრო აჩვენებს. ნოვრუზ ბაირამი ხვალ სრულდება. დღესასწაულს მარნეულელებს ხვალ უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიულოცავს.